გამარჯობა. მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ დოშაყეში ძალიან ლამაზ და საინტერესო ხეობას ვესტუმრე ჩემს მეგობართან ერთად. სოფელი დოშაყე ზღვის დონიდან 320 მეტრზე მდებარეობს. დოშაყე ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი სოფელია თავისი ადგილმდებარეობით, მომხიბვლელი ველური ბუნებით, კანიონით, ჩანჩქერით, მღვიმეებით. ამ პატარა სოფელს ყველაფერი აქვს, რათა თავგადასავლების მაძიებელი ადამიანი აღაფრთოვანოს. დღევანდელი ჩვენი თავგადასავლის მიზანი სოფლის ბოლოში არსებული მღვიმის მონახულება იყო. სამანქანო გზიდან დაახლოებით 1 კილომეტრის საფეხმავლო ბილიკით ულამაზეს კანიონს გავუყევით. შემოდგომის ფერებით შემოსილ ხეობას მდინარე მაჩხაპე მიუყვება. კანიონი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ამ პატარა ხეობაში შეხვდებით წითელ წიგნში შეტანილ უთხოვარს, ძელქვას, წაბლის კორომს, ხავს მოკიდებულ უზარმაზარ კლდეებს. მღვიმეს მარტივად მიაგნებთ. მღვიმეში შესვლაც ძალიან მარტივია, არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. მღვიმეში შესვლისთანავე დარბაზში მოხვდებით, სადაც ძალიან კარგად ჩანს და აღვიქვამთ სტალაგმიტებს, სტალაგდიტებს. მღვიმეში პატარა ნაკადული მოედინება, რომელიც კიდევ უფრო მეტ მისტიკას ძენს მღვიმეს. მღვიმეში შესასვლელად სპეციალური ეკიპირება არ არის საჭირო. მღვიმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თქმულება არსებობს. გიზიარებთ ერთ-ერთ თქმულებას. ომიანობის დროს ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მღვიმეს აფარებდა თავს და მღვიმის დამსახურებით ხშირად გადარჩენილა სოფელი აოხრებისგან. მოკლედ, სოფელი დოშაყე იდეალური ადგილია. მარტივი საფეხმავლო ბილიკებით შეგიძლიათ დაგეგმოთ სასწავლო შემეცნებითი ვიზიტების სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე დამწყები მკვლევარებისთვის, ვინც ბიომრავალფეროვნებას იკვლევს. თუ თქვენ ბუნების და სეირნობის მოყვარული ადამიანები ბრძანდებით, დოშაყე ერთ-ერთი იდეალური ადგილია. მთა, ტყე, მდინარე, ჩანჩქერი, მღვიმე, ყველაფერი ერთ სოფელში.